თქვენ დაკავებული ხართ საუკეთესო ვიდეოების შექმნის ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ დუმილისუფლება. წავუყევით. სახელი და გვარი. გიგი გათამაძე. იცით რის გამოს დაგაკავეთ? არ ვიცი და ადვოკატის გარაშე არაფერს არ ვიტყვი. აღიაროთ დანაშაულს. არ გეტყვით. ამ ფოტოზე შენ ხარ? არა ის არ ვიცი ვინაო საერთოდ. კუბოშია კაცი რა მე გავარ? რომ არა იუთუბერი რა პროფესიის იქნებოდა? კაი, მსახიობი იყოს. რა გირანტრებოდა ყველაზე მეტად იმ 8 დღის განმავლობაში, რომელიც კუბოში გაატარა? მე არ ყოფილი, მე არ ვიცი. მაგრამ როგორც გავიგე, ხო აი სიარული რა. რა სტერეოტიპი გაღიზიანებს შენს პროფესიაზე? მე რომ ამბობენ რომ არტივია. 75 hard-ის challenge-ში ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა? ალბათ ის რომ ყოველ დღე გარეთ უნდა მევარჯიშო სიცივეში, თორში, წვიმაში, კარში. შენი აზრით Ironman-ზე ყველაზე მეტად რა გაგიჭირდება? ალბათ ველოსიპედი. ამიტომ რომ აღმართი მიწევს. სადაც აღმართია, იქ ყოველთვის დაღმართიცაა. ყინულიან წყალში ჩასვლამდე რითი ამხნევენ ხოლმე საკუთარ თავს? არ ვამხნევე. რომელია შენი ფავორიტი ვიდეო, რომელიც გაგიკეთებია? ალბათ პარაშუტის ვიდეო გახდა. საქართველოში შენი პროფესიით ფული იშოვება? არა, მე ისე მოგზაურობ, ფულს ვაგროვებ სურათები. პარაშუტით გადმომახტუნებ? არა. შენ ეზეთ ხალხს უყარ ხარ თუ არა? კიდი ვარ, მაგრამ მე მიყვარს ხალხი. რომელია ფავორიტი ქვეყანა, სადაც ავტოსტოპით ყოფილხარ? თურქეთი ალბათ ვიტყოდი ყველაზე სტუმართი მოყარე ხალხი. რა არის ყველაზე რთული იუთუბერობაში? მე არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემს არაფერი არ არის რთული. გითხარი ერთი რამ შენზე, რაც სხვა არავინ იცის. მარცხენა ჯიბეში მიდევს საფეთქი. ახლა მოგცემთ 1 მილიონს, რათან გაგათავისუფლებთ. ოღონდ ვიდეო აღარასდროს აღარ უნდა გადაიღო. გაწყობს? არა.